კიდევ ერთხელ ნახეთ ძალიან მკაფიოდ და საუბედუროთ იმას ის რომ მშვიდობა არ არის დღეს საქართველოში და სამოქალაქო თანხმობაც ვერ იქნება პირობებში, როდესაც პარტია არის ჩამოაუჭებული რეჟიმი ძალაუფლებას და ის არ ზრუნავს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებაზე. შესაბამისად, ის ძალადობა, რომელსაც ის აორგანიზებს, ის ძალადობა, რომელსაც ტირაჟირებს თავისი პროპაგანდისტული მედიით, ის თავდასხმა მათ შორის ონისეზე, რომელიც აბსოლუტურად შეკვეთილი იყო, მათ შორის თითოეული იმ ჟურნალისტის პირით, რომელიც აშავებდა მას ამ დღეების მანძილზე, მათ შორის იმ კომენტარებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავების მხრიდან და დღეად იმ სისტემის, ხო, რომელიც ახლა არ ყოფილა პირველი მოქალაქე, რომელიც პროტესტში არის ჩართული და რომლის წინააღმდეგაც ხდება ასეთი ორგანიზებული სისტემური ძალადობა. ჩვენ ეს ამას ვხედავდით მთელი წლების მანძილზე, ბოლო 20-23 წლიდან მოყოლებული, თუმცა 20-24 იყო უკვე მკაფიოდ მაჩვენებელი სისტემური ძალადობის კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს უბრალოდ გაგრძელებაა და მაჩვენებელი იმისა, რომ ქართული ოცნების პირობებში მშვიდობა ვერ იქნება ქვეყანაში, იმიტომ რომ არ შეიძლება გუშინდელ დღეს უზადო მშვიდობა, როდესაც ჩაცხრილეს ადამიანები და სამწუხაროდ არასრულწლოვანი მოქალაქე დაიღუპა ამ კრიმინალური აქტის დროს, როდესაც დააკავეს ვახო სანაია, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძე არ უწოდებს ჟურნალისტს, არამედ პარტიულ აქტივისტს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ერთის მხრივ ძალადობას და მით უფრო აჩვენებს იმას, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად პოლიტიკური მიზნიდან არის ნაკარნახევი და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა თავდასხმა არის თავისუფალი აზრის გამოხატვაზე, მათ შორის ონისეს შემთხვევაზე უკვე გითხარით, ამიტომ ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სიყალბეს, რომელსაც ქართული ოცნება მშვიდობის და სუვერენიტეტის დაცვის ლოზუნგით ყიდის საკუთარ ამომრჩეველზე და ამ დროს ჩვენ ვხედავთ რას აზერბაიჯანი გერმანიასთან აფორმებს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, სადაც ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის საფრთხის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას იძენს ამ კუთხით და ჩვენ ირაკლი კობახიძე გვასაღებს კარტოზიას ელჩად მიიღებასთან დაკავშირებულ ამბავს, როგორც გამარჯვებად და გვესაუბრება სინგაპურიდან იმ ძალადობის წახალისებით, რომელიც ჩვენ დღეს მისგან მოვისმინეთ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ თუ ჩვენ ვართ როგორც ხალხი და როგორც სახელმწიფო არ უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს და მე არ ვფიქრობ, რომ ამას შევეგუებით და არ ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძეს გაუვა ის ავტორიტარიზმად ქვეყნის ქცევა, რომლის პროცესის ნიშნებსაც და მათ შორის ძალიან მკაფიო გამოხატულ ნიშნებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. რა ფორმით უნდა მოხდეს ფასის გადახდა პოლიტიკური თუნდაც სამართლებრივი ფასის გადახდა ქალბატონ თეონა როგორ წარმოგიდგენიათ ეს აი თქვენ კობახიძის კომენტარი ახსენეთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით და არსებობს ასევე ირაკლი ზარქუას კომენტარიც ონისეზე განხორციელებულ თავდასხმაზე რომ ქართული საზოგადოება ამას არავის გაუტარებსო რაღაცა ირიბი გამართლება არა ეს ხო ახალი არ არის კი, არა, ირაკლი ზარქუა ძალიან მაგარია, როდესაც ის არის დაცული პარლამენტის შენობის შიგნით და მაშინ გული გაქვს ხოლმე დიდი და თუმცა ირაკლიზე უარესები არიან, იქ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებიან და უსწორდებიან თავისივე კოლეგებს პარლამენტში, რაც ჩვენ ვნახეთ ხო, გახარიას ლუნდის შემთხვევაში, ამიტომ არ ვიცი ის ბიჭი რო არის ვერ ვიხსენებ მის გვარს იმის წინა დღეს საუბრობდა იმაზე რომ თურმე კანონის წინაშე ყოველთა თანასწორი უნდა ყოფილიყოს და ის ყველაზე მეტად ურტყამდა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ მათ უნდათ კანონი ისეთი კანონები რომელიც დაიცავს მათ და ისეთი კანონები რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მოწინააღმდეგეებს რომლებიც იბრძვიან ერთ-ერთი რამითი ამ ქვეყანაში რომ კონსტიტუცია იყოს თავარი კანონი, აზრის გამოხატვა იყოს შეუზღუდავი, ქვეყანა მიდიოდეს ევროპული არალეგალური გზით და საქართველოში იყოს დემოკრატია და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მხოლოდ პარტიის. ეს არის და ესა. მე არ ვიცი ვის გონია ეს მშვიდობა, რა ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ მაშინ როდესაც სრულიად ესეთი განუკითხაობა მიმდინარეობს ქვეყანაში და ღიად ქუჩაში ხვდებიან ადამიანებს და ცემენ რაც ახალი არ არის ყველამ ჩვენ კარგად ვნახეთ და ამას შემდგომ უკვე ამართლებს მას შემდეგ რაც უკვეთავს ასეთ ძალადობას პარტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი ვერ არიან ძლიერები, მიუხედავად ყველა იმ
დრაკონული კანონისა, რომელიც მათ მოიგონეს მხოლოდ საკუთარ დასაცავად და არც ერთი კანონი მათ არ მეუღიათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ სიკეთე რამე მოეტანათ და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სუსტი რეჟიმი არის შეიძლება ეწოდოს იმ ძალას, რომელიც ესე Facebook პოსტის გამო ადგება და ჟურნალისტს ორი კვირით ციხეში უკრავს თავს და შემდგომ ამას გაამართლებს იმით, რომ ეს არის აქტივისტი. რა თქმა უნდა, ისეთ რა არის მსხვერპლი არის ყველა, არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საპატიმროში არიან და კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში დახვდნენ. რამდენი ადამიანი აგინეს გაიხსენეთ რუსული კანონის მიღების დროს, მათი ოჯახის წევრები. საზოგადოება, რომელიც დღეს არის ერთის მხრივ ჩართული ამ ღია წინააღმდეგობაში და საზოგადოება, რომელიც ვერ არის შეიძლება აქტიურად ჩართული, მაგრამ ძალიან უჭირს. უჭირს იმიტომ, რომ სამსახურებიდან გაყარეს ეს ადამიანები, უჭირს იმიტომ, რომ ვერ ეგუება უსამართლობას და ხედავს იმას, რომ არანაირი სიკეთე ქართულ ოცნებას არ მოუტანია თითოეული მათგანისთვის და მათ შორის იმ ქალბატონისთვისაც, რომელიც გუშინ აი ამ სროლისგან გამომდინარე, მე რამდენად ვიცი დაიჭრა ამ დაპირისპირებაში. არ შეიძლება იყოს ეს მშვიდობა და არ შეიძლება ეს იყოს ის კეთილდღეობა, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება პირდებოდა ამ უმშევლს მიუხედავად იმისა, რომ იმავდროულად ამბობდა, რომ ის ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ და ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ ისინი დადიან აზიურ ქვეყნებში, ავტორიტარულ ქვეყნებში და ამ დროს გაიხედათ ჩვენ სამეზობლოში კიდევ ერთხელ ვიმეორებ სომხეთი, აზერბაიჯანი. სად არის მილოცვა ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერისადმი საქართველოსთან, სადმე გინახავთ? იმ დღესვე მიულოცა პრემიერმა პაშინიანმა და პრეზიდენტმა ალიევმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს. რატომ ხდება ეს ყველაფერი და რატომ ვერ გაიმეტა ირაკლი კობახიძემ ერთი სოციალურ გაკეთებული განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერისთვის, ან რატომ არ გადადგა ნაბიჯი იმისთვის, რომ ურთიერთობები, რომელიც მან თავად დააზიანა, დაუბრუნდეს საწყის დგომებას მაინც. სად არის შეერთებულ შტატებთან ის ნაბიჯები, რომელიც მას უნდა გადაედგა იმისთვის, რომ შეეტრიელებინა ქცევა და ტრაექტორია და საქართველოსაც მიიღო ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს სომხეთს და აზერბაიჯანს აქვს, რომელიც ჩვენ გქონდა და დავკარგეთ. და რატომ არის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩაგაწერი, რომელიც არის, რომელსაც დღეს ახლა ჯო ვილსონს აბრალებს ირაკლი კობახიძე, ისე რომ თითქოს თვითონ არაფერი შუაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჯო ვილსონის ინიციატივა იყო, მათ შორის EUTH-ში საპარლამენტო ასამბლეაში ის ძალიან წარო რეზოლუცია, რომელიც ზღვარადაც მოხვდათ მათ და ამიტომ დაიწყეს შემდგომ უკვე იმის საუბარი რაც ითქვა ამ ყველაფერზე. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმათ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის რაიმე სიკეთის მოტანის არ აქვს და მხოლოდ თავისი ფული და თავისი ძალაუფლება აინტერესებს. თუმცა კიდევ ერთხელ კარგად გადახედონ სასამართლოში რაც ხდება გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომელიც იყო შემოქმედი ამ მთელი რეჟიმის და როგორ ასრულებს ის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მწარედ აგებენ ისინი პასუხს, ვიდრე ამას ღარიბაშვილის და ლილუაშვილის შემთხვევაში ვხედავთ და ამის დროს ძალიან მალე მოვა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მადლობა თეუნა აქუბარდიას, რომელიც გვერდებოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.